სერგეი რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე პატარა მსხვერპლია. მან მხოლოდ 2 დღე იცოცხლა. 21 ნოემბერს შვილის ფოტო მარიამ მეუღლეს სამშობიაროდან გაუგზავნა. მამამ სერგეის ნახვა ვერ მოასწრო. ვილნიანსკის სამშობიარო საჰაერო იერიშმა ჩამოშალა. ნანგრევებიდან ამოყვანილ დედას და მკურნალ ექიმს უთხრეს, რომ ჩვილი ვერ გადაარჩინეს. არც სერგეია ერთადერთი ახალშობილი, რომელიც ომს შეეწირა და არც ვილნიანსკია პირველი, სადაც სამშობიარო აღმოჩნდა ოკუპანტების სამიზნე. ომის ქრონიკას დარჩება მარიუპოლის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალის ეს საზარელი კადრები, სადაც ორსული ქალბატონი გარდაიცვალა. დაბომბვამ იმსხვერპლა 8 თვის ბიჭი. ამავე დღეს გარდაიცვალა 4 წლის ლიზაც. გოგონა მშობლებს ექიმთან მიჰყავდათ, როდესაც მათი ქალაქი დაიბომბა. ომში უკვე 400-ზე მეტი ბავშვია გარდაცვლილი. ბევრი უგზო-უკლოდ დაკარგულია. ნაწილი რუსეთში იძულებით, მშობლების გარეშეა გადაყვანილი. უკრაინაში მცხოვრები 6 მილიონამდე ბავშვი საფრთხეშია. დაახლოებით 2,5 მილიონზე მეტი მცირეწლოვანი უკვე საომარი ზონის გარეთაა. მონაცემები ცვალებადია. ვინც ომს ამ დრომდე გადაურჩა, საომარი მოქმედებების სისასტიკე და ომის გამო მიღებული ტკივილი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება. 11 წლის იანა, ნატაშა, იანა და აირიკი. 21 წლის ნატაშა კიევში. მამაც უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებმაც კიდურები დაკარგეს, ახალი სიცოცხლე უცხოელმა ექიმებმა აჩუქეს და სიარულს თავიდან იწყებენ. უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულზე იმაზე, რაც როგორც ამბობენ, ომის კანონებს სცდება, თავის სიტყვას ჰააგის სასამართლო იტყვის. რუსეთის გასამართლებლად ცალკე ტრიბუნალის შექმნას ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ითხოვს, მათ შორისაა ლატვია. ლატვიამ ევროპარლამენტს დაასწრო და რუსეთის ფედერაცია ტერორისტ სახელმწიფოდ აგვისტოში გამოაცხადა. პუტინმა ლატვიელ კანონმდებლებს ქსენოფობები უწოდა. იმედის კვირასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ლატვიის პრეზიდენტი რუსეთის იზოლაციას კრემლის დანაშაულებრივ რეჟიმთან ბრძოლის შემადგენელ ნაწილად ასახელებს. ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ რუსეთის მიმართ ისეთი მიდგომა იქნება, როგორც ტერორიზმის სპონსორი ქვეყნის ირანის ან უფრო ადრე ლიბიისადმი. ეს პოლიტიკური განაცხადია რუსეთისთვის და ევროპაში ერთად დგომის აუცილებლობას განსაზღვრავს. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ დავიცვათ საკუთარი ქვეყნები რუსეთის აგრესიისგან და დავეხმაროთ უკრაინას. დიახ, ჩვენ არ ვართ კონფლიქტის ნაწილი, მაგრამ ეფექტიანად ვეხმარებით იმ ქვეყანას, რომელიც ომშია. ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა. ლატვიამ უკრაინას 300 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ლატვია ევროპაში პირველი სახელმწიფოა მარაგების გადაცემის კუთხით. მეორე ადგილზეა ესტონეთი, მესამეზე პოლონეთი. სამხედრო დახმარება უპირველესია. უკრაინამ გვაჩვენა, რომ იარაღის მიწოდების შემთხვევაში შეუძლია რუსეთს უკან დაახევინოს. მშვიდობა ევროპაში იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა სრულად განთავისუფლდება. არ ვიცი, როდის მოხერხდება ეს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში რუსულ იმპერიალიზმთან გასამკლავებლად მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები რუსეთზე გაცილებით დიდია. ეს ერთადერთი ენაა, რომელიც რუსეთს ესმის. გქონდეს უნარი დაიცვა თავი. მშვიდობის საფუძველია. რუსეთი ვერ დაესხმება თავს ვინმეს, როდესაც ეცოდინება, რომ წააგებს. ევროპარლამენტის წინ ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნებიდან მხოლოდ ერთადერთი სახელმწიფოს დროშაა აღმართული. საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის თქმით, ეს მხარდაჭერის, სოლიდარობის ნიშანია პარტნიორის მიმართ, რომელსაც სისხლის დის, იბრძვის საკუთარი ევროპული მომავლისა და ევროპის დასაცავად.
ამ კვირაში ევროპარლამენტარები სტრასბურგში რუსეთზე დებატებისთვის შეიკრიბნენ. ამბობდნენ, რომ მათთვის 23 ნოემბრის კენჭისყრა ღირსების მომენტი იყო. რუსეთი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა, რომელიც ტერორისტულ მეთოდებს იყენებს. ევროპის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ასეთი რამ პირველად მოხდა. რეზოლუცია საუბრობს რუსეთის შემდგომ იზოლაციაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აგრესორის გარიცხვაზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღონ, სამართლებრივი ბაზის შექმნამდე, რომელიც განსაზღვრავს, რა ნაბიჯები უნდა მოჰყვეს ამ სტატუსის მინიჭებას, გადაწყვეტილებას პოლიტიკური წონა აქვს და თან სიმბოლური ხასიათი. ევროკავშირს ჯერ შესაბამისი ინსტრუმენტები არ აქვს და ამიტომ ამბობენ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ისინი იმუქრებიან ბირთვული იარაღის გამოყენებით, რაც ბირთვული ტერორიზმია. იყენებენ სოციალურ ტერორიზმს, როგორც ხალხის გადაცემა და მათი რუსეთში დეპორტაცია. ტერორიზმის სპონსორის წოდება ძალიან სერიოზული პოლიტიკური განაცხადია. ვერ ვუწოდებთ ტერორისტულ სახელმწიფოს, რადგან ჯერ არ გვაქვს სამართლებრივი განმარტება და არც მექანიზმები იმპლემენტაციისთვის. დანარჩენი ევროპულ საბჭოზეა. იმედის კვირამ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შეფასება ნატოს გენერალურ მდივანს თხოვა. მიზანმიმართულად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმა ომის უმძიმესი დანაშაულია. ნატოს წევრი ქვეყნები ეხმარება გამოძიებას, რათა თითოეულ საზარელ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. ამავე პრესკონფერენციაზე გავიგეთ, რომ უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად გაგზავნილი აპლიკაციის შემხვედრ ნაბიჯებზე ჯერ ალიანსში საუბარი ნაადრევია. ევროკავშირში უკრაინის მისაღებად სწრაფ გზაზე საუბარი უჭირს იმედის კვირის რესპონდენტ პრეზიდენტსაც. საჭიროა ქვეყნებს ჰქონდეთ თავსებადი სამართლებრივი და ეკონომიკური სისტემა. თუ ერთს სხვა სისტემა აქვს, მაშინ გაერთიანების დანარჩენ წევრებსაც გაუჭირდებათ. თუ პოლიტიკური კუთხით სწრაფი გზა მოიძებნება, მაშინ სპეციფიკური ნაბიჯები იქნება საჭირო ადაპტაციისთვის. დღეს ვამბობთ, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია. უკრაინა 9 თვეა იბომბება. სტრატეგიულ ობიექტებზე განხორციელებული იერიშის გამო ქვეყნის დიდი ნაწილი ამ დრომდე რჩება ელექტროენერგიის და წყლის გარეშე. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ სიბნელეს, რომელსაც ნასას ეს მასალა ასახავს, სინათლე შეცვლის. ბოროტება სიკეთე დაამარცხებს. უკრაინა გადარჩება. სამხედროები ეროვნულ დროშას აბრუნებენ ყველგან, სადაც რუსეთი მარცხდება. ქვეყნის სრულ გათავისუფლებამდე, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ბევრი პატარა და დიდი გამარჯვებაა საჭირო. უკრაინელები მზად არიან ბრძოლისთვისაც და უკრაინის ფერფლიდან აღსადგენადაც.